ქალბატონო ეკა. თქვენ ბატონო დავით. მოიყვანეს ადამიანები, რომლებიც იქ სპეციალურად პროვოცირებისთვის მოიყვანეს და უკაცრავად ცირკში მონაწილეობას კაკაბაძისგან და შალვა რამიშვილისგან იქ მოაწყეს რაღაცა ცირკი და ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს პროვოკაცია ეს არის შეფასებითი ლაპარაკი, მე შემიძლია გითხრათ აღწერითად. ეს ოღონდ ძალიან მოკლედ დეტალებზე არ შევჩერდები. ეკამ ითხოვა სიტყვა, კითხა კიდეც რაღაც ჩინეთის სამართალ მინისტრს, რადგანაც მას წამოუხდა ირაკლი კაკაბაძე და მიანჭა მეთქი, მიაყენა შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კი, ეკას ამის მოთმენა არ მოუნდა, მიუახლოვდა ირაკლის, ის წამოეჭრა და იყო რაღაც ცოტა უსიამო სანახაობა. ბილად რო ვთქვა, ცოტა უსიამო. საბოლოოდ დარბაზის დაცვამ გაიყვანა ეკა დარბაზიდან. ეკა მე შემოვიდა და მე საბოლოოდ ისევ გავიდა, ეკა ითხოვდა რომ არა დაატოვებინეს არა ეკას არავინ არ შეუშლიდა ხელს რომ იქ დარჩენილიყო, მაგრამ პრინციპში ის ფონი რაც უცებ შეიქმნა კაკაბაძის გამოხტომის გამო შეუძლებელს ხდიდა ალბათ ეკას ყოფნას იქ. შეხედა თავიდანვე ხმაური დაიწყო, თქვენ მოგივიდნენ შევაპარაკება ეკა კვესტაძეს და მიზეზი რა იყო და მე ვთვლი, ჩემი პრინციპული პოზიცია რომ დათო კაიჯაძეს ეკა კვესტაძეს და მსგავს პოლიტიკურ მეძავებს, რომლებიც პირდაპირ იცავდნენ ნაცისტურ რეჟიმს, არანაირი უფლება არ აქვთ საზოგადოებას ჭკუა ასწავლოს. ამ პოზიციაზე ვდგავარ ახლაც და ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.